ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 2 წელი შესრულდა. განვლილი პერიოდი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა. საზოგადოებისადმი მიმართვაში პრემიერმა 1 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქართული ოცნების ყველაზე დიდი შეცდომა წინა საარჩევნოდ გაცემული უხვი დაპირებებია, რომელთა შესასრულებლად არა თუ 2 წელი, 4 წელიც კი არ იქნება საკმარისი. ასე აფასებს ოცნების 2 წლიან მმართველობას ასოციაცია თავისუფლება და დემოკრატიის გამგეობის წევრი ნინო ჩხეტია. ჩხეტია 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ ციხის კადრებმა კოალიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩვენ დავჭირდა სახელმწიფო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა. მაგრამ ჩვენი შევძელით. ჩვენ განვითარების სწორგზაზე დავაყენით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო. ყველა სფეროში მივახციეთ მნიშვნელოვან წინსვლას. დაწყებულ ჯანდაცვით და განათლებით, იქნება ეს მეწარმეობის სახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით და სამართლიანობის დამკვიდრებით ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს და ვქმნით განვითარების პირობებს, რათა გზა გაუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართული ხალხის სრულ პოტენციალს. პოლიტიკური კოალიციის ქართული ოცნების ყველა დიდი შეცდომა იყო არა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში. დიდი ნუსხა გააკეთეს მათ გარკვეული დაპირებების, მათ შორის ძალიან აქტიური იყო ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ აბსოლუტურად ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ადამიანების მნიშვნელოვანი კატეგორია გარდა იმისა, რომ ხელისუფლების სულების აუცილებლობას ხედავდა, ასევე ელოდა გარკვეულად განსაკუთრებით სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეულ წინსვლას და გაუმჯობესებას. ამდენად მე ვფიქრობ, რომ დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობა იყო დამოკიდებული არა 2 და 4 წელზე, არამედ ძალიან დიდ დრო ჭირდება ამისთვის, ეს იყო შეცდომა.